მოგესალმები ირაკი, მივესალმები მაყურებელს, სანამ გადაცემას დავიწყებთ, მინდა რომ ჩვენს მაყურებელს თქვა რომ აბრეშუმის გზა YouTube-ზე გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარები, თქვენი შენიშვნები, თქვენი იდეები, მათ შორის თემებთან დაკავშირებით, სტუმრებთან დაკავშირებით, რომ გავითვალისწინოთ. მადლობა მოსვლისთვის და დღეს ჩვენ ესეთ საინტერესო სტუმრები გვყავს, მაყურებელი ალბათ მიხვდება გაარჩევს ვინ არის ამ კაც დოლარები რო უჭირავს ხელში კი სიბათრეთ გამოიყურება, მაგრამ დიდი კორუმპირებული კაცია კალაძე, ეს IQ კაცია კობახიძე, ის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტია, ეს რიჟვაძია და ეს ხალხი იქნებიან დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი სტუმრები და ანუ ამ ადამიანების ირგვლივ, ამ ადამიანებთან დაკავშირებით განვიხილოთ კონკრეტულ თემებს, მათ შორის კორუფციულს, დედაქალაქის მერიასთან და მერთან დაკავშირებით და შესაბამისად ამ საკითხში შენ ნამდვილად ხარ ექსპერტი, რომელსაც შეგიძლია რომ ასე ვთქვათ დეტალურად განვიხილოთ ეს თემა. მოდი ბევრი რო არ გავაგრძელოთ, დავიწყოთ გურიის თემით, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს ახლა სტიქია და უბედურება და ხალხსაც დახმარება ჭირდებოდა იყო გურია და დავიწყოთ ქრონოლოგიურად. მოდი მე მოვყვები რა იყო და მე შენი შეფასებები მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით და შენ როგორ ფიქრობ რა იყო პირობითად აქ გამოსავალი და საშუალება, სადაც შეიძლებოდა რომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ემოქმედა. პირველი დავიწყოთ იმით, რომ 19 თებერვალს დაიწყო თოვლი გურიაში. უკვე 20-ში გამთენია, საკმაოდ დიდი თოვლი იყო. ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, მათ შორის აჭარაში, ქობულეთის მაღალმთიან სოფლებში და ასე შემდეგ. ანუ 19-ში დაიწყო თოვა. 2025 წლის 21 თებერვალს უკვე მოგვივიდა SMS-ი. ანუ 19-ში თოვლი დაიწყო, 21-ში მოდის SMS-ი, ეს ამ SMS-ს მაყურებელი ხედავს კადრში, რომ გვაფრთხილებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომ რაღაც დიდი თოვლი იქნება, რაღაცა გადადი. 21 თებერვალს უკვე 19-ში გათოვდა, 21 თებერვალს გონებია, კიდევ უფრო დიდი თოვლი იქნება, ეს არ გაჩერდება რამდენიმე დღეო. ამასობაში უკვე 21-შივე რო ეს მოგვდის, ამის პარალელურად რიგ სოფლებში ითიშება ელექტროენერგია, იმიტომ რომ იქ უკვე დიდი თოვლია და მოკლედ იწყება ამ პრობლემების წყება უკვე 21 თებერვლიდან. ფაქტობრივად 22 თებერვალს დაკეტილია სოფლების, რაიონების უდიდესი ნაწილი, ანუ გზა არ არის ფიზიკურად, ელექტროენერგია არ არის და უკვე მოდის 25 თებერვალი, სადაც ჟურნალისტებს მიეცათ შესაძლებლობა რომ დიდ თოვლობაზე კითხონ ხელისუფლებას. მთელი ამ დღეების განმავლობაში 20 თებერვალს ხომ უკვე დიდი თოვლი იყო, 21-ში ხო უკვე გაგვაფრთხილეს და 21-ში რო გაგვაფრთხილეს ის 21, 22, 23, 24 ხო, ფაქტობრივად ხელისუფლება არ გამოჩენილა ეს 3-4 დღის განმავლობაში, არაფერი არ ხდება. ამ დროს ათობით სოფელში არ არის ელექტროენერგია. ამის პარალელურად ათობით სოფელში ესე ვთქვათ პრობლემაა გზის, ათობით სოფელში პრობლემაა სურსათის, იმიტომ რომ ანუ ადამიანებს უჭირთ გადაადგილება და მხოლოდ 25 თებერვალს, ახლა ნახავს მაყურებელი კადრში, სადაც ეკითხებიან თოვლთან დაკავშირებით, პაპუაშვილი ამბობს ახლა არაფერი თოვლი მოვიდა კაც რა. ამის მოგვიწოდა რომ ციგებით და წადით და ისრიალეთ და არაფერი დიდი არ ხდება და კობახიძეს რო ეკითხებიან, რომ პრობლემაა და ხალხი ჩარჩენილია, ზურგი შეაქცია საერთოდ და გარბის. ანუ პასუხსაც არცემს და ამასობაში არის რა ხდებოდა გურიაში და ადამიანები რის პირისპირ იყვნენ მიტოვებულები, აი ამასაც ვნახავთ კადრებში, შველას როგორ ითხოვდნენ, როგორ არისო ელექტროენერგია, როგორ არისო გზა, როგორ იყო პრობლემები. ანუ როგორ ფიქრობ შენი პოზიცია მითხარი ამასთან დაკავშირებით, მთელი ეს 4 დღის განმავლობაში რა ხდებოდა და მე კიდე ეს 25-ში რო ჩავიდა და რო ჩავიდა და რა თქვა და კადრები და ეს რაღაცაც ცნობილი კადრია, ხო? იქ იმასთან რო ზიან, რა ქვია, სარკმეველთან და ჩამოსწრები რო არიან დიდი ესე თქვა ეს გოლიათები, კორიფეები, ტვინი რო გადმოდის და ფიქრობენ ამ კრიზისის დასრულებაზე. გისმენ ახლა შენ. პირველში მოგესალმები, მივესალმები მაყურებელს და წარმატებები ამ ძალიან საინტერესო პროექტში. ეს ერთი ძველი ანეკდოტივით გამახსენდა. კომუნისტები როგორ იმართლებდნენ ხოლმე თავს რა, აი შუა იანვარში, თებერვალში, რაღაცა უბედურება რომ მოხდებოდა სტიქია და უნაროები იყვნენ ხოლმე, გამოვიდოდნენ და მოულოდნელად დაგვატყდა ზამთარი. ანუ იანვარში რომ მოულოდნელად დაგატყდებან თებერვალში, ხო? როდესაც უკვე ნალექია მოსალოდნელი, შენ კი არ ელოდები, როდის ავა ის 2-3 მეტრზე და როდის ჩაიკეტება და მერე კი არ უნდა დაიწყო ამაზე რეაგირება. წინსწრებად უნდა გაატაროთ წინასწარი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის თოვა იწყება თუ არა, არ ვიცი,
მარილის დაყრა იქნება ის, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება იქნება, შესაბამისი სამაშველო სამსახური იქნება, მათ შორის ჯართან უნდა კონდეს აქტიური კომუნიკაცია, თუ საჭირო გახდა რომ გამოიყვანო მათ შორის ჯარი, პროდუქტის ანტანას რა უნდა წინასწარ, ხო, თუნდაც მაღაზიები გააფრთხილოთ, თუნდაც შესაბამისი მუნიციპალიტეტი სოფლის წუნებულია თუ სოფლის გამგეობაა თუ რაც არის, წინასწარო რაღაცა პროდუქტების ელემენტარული პირველადი დახმარების საგნები აიტანო, რომ რაღაც მობილიზებული იყო, ხო? არაფერი მსგავსი, ანუ იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ზოგადად ჩვენი მოსახლეობის ბედი, ჩვენი მოქალაქეების ბედი და გურია, რომელიც არ ვიცი, რომელიც სადაც ალბათ ერთსულ მოსახლეზე ყველაზე მეტი საჯარო მოხელე მოდის, ალბათ ჩემპიონები ვართ ამ კუთხით, არ ვიცი, ერთ ადამიანზე რიგით გლეხზე ორი უფროსი მოდის და ორი თანამდებობის პირი, ხო? და ამ დროს როცა მართლა ამ ხალხის დახმარება ჭირდებათ, მობილიზება ჭირდებათ, არავინ არ ჩანს, ხო? თან ყველამ კარგად ვიცით რომ მიუხედავად იმისა, რომ გვირდებოდნენ რომ 5 მილიონი ყველა სოფელს და თურმე სოფელს ააყვავებდნენ და აღორძინებდნენ, დაცლილია სოფლები და თუ ვინმეა დარჩენილი არის ძირითადად მოხუცები, დარჩენილები, რომელთაც ფიზიკურად უჭირთ რომ ელემენტარული, არ ვიცი, გადათოლონ სახურავიან მაღაზიამდე გავინდნენ, როცა დაჭირდებათ, ხო? ნულოვანი რეაგირება და ყველაზე სამწუხაროა ის ცინიკური დამოკიდებულება თანამდებობის პირების მხრიდან, რაც ხდება, ანუ რეალურად კი არ ხდება ადეკვატური შეფასება, რა ვითარებაა კონკრეტულად რეგიონში, კონკრეტულ ლოკაციაზე, არაფერი თოვს. რა სტიქია თოვს, ან თურმე თუ მotova 3-4 მეტრი ამის გამო ადამიანებს არ აქვს საშუალება რომ პირველადი ჯანდაცვა მიიღონ, სასტრაფო მიიღონ, სასტრაფო დახმარება მიიღონ, პროდუქტის თომა კონდეთ, არ ვიცი, შობი არის შეიძლება იყოს, ავადმყოფი იყოს და მათ დახმარება ვერ მიიღონ, თურმე არაფერი უბრალოდ თოვს და ვიგუნდაოთ და ვისროლოთ და ულის ბაბუები გავაკეთოთ, ხო? აი ამ დონეზეა დასული სახელმწიფო პროპაგანდა და შემდგომ უკვე როცა ხედავენ რომ უკვე ამაზე დიდი ამბავი ტყდება და რომ არა ის მოხალისეები, მოდი ვთქვათ, რომლებმაც იქ ძალიან ვაშკაცურად გმირობის ფასად, საკუთარი ხარჯებით, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ჩავიდნენ და იქ მოსახლეობას პირველადი დახმარება გაუწიეს, შეიძლება ხელის არც გაენძრიათ. უბრალოდ ამის მერე გახდნენ იძულებულები, რომ რაღაცა პიარ ღონისძიებები გაეტარებინათ, თორე იქ რეალურ ღონისძიებების გატარებასთან არაფერი საერთო არ ქონდა. ჩავიდნენ, არ ვიცი, კაბინეტში, სტოლია, სტიქია, ხალხი თოლშია და ზიან, არ ვიცი, საათობით და ალბათ დღეები და კაბინეტში განიხილავდნენ, სადღა გაეკეთებინათ და რეალური შველა არ ჩანდა. მარტივი რაღაცა ვთქვათ რა, აი ძალიან ისე ბუნებრივად გავყვეთ, 21-ში მოვიდა SMS-ი, უკვე დიდი თოვლია, ნორმალური ხელისუფლება რა, რას აკეთებს? ამხელა საბიუჯეტო სახსრები გაქვთ, გუბერნია, საკრებულო, მერია, ნუ იქ ესა რა ქვია, ბიუჯეტი საკმაოდ ნორმალურია იმისთვის, რომ ამ პრობლემებს მოერიო, აი რას აკეთებ, ხო? 21-ში უკვე თოვლია, 21-ში SMS-ი გამოგვიგზავნე, რომ რაღაცა პრობლემა გვაქვს, ძმებო. ამასობაში რა არის მთავარი, ხო? სწორად თქვი აბსოლუტურად, რომ ეს თოვლი კი არ უნდა 2 მეტრა კი არ უნდა იყოს. სანამ დაითოვლება, მანამდე მძიმე ტექნიკა უნდა მუშაობდეს. მე მძიმე ტექნიკა მაგალითად არის რომ აი რატო უნდა ვიყიდოთ თუ არა სახელმწიფო მოიცა კაცო, ამდენი კერძო კომპანია, ამდენი მძიმე ტექნიკაა, ბიძინა ივანიშვილს რო ჭირდება. ძმაო, ზღვაში ხო ხეს ხო აცურავებთ, ეს ხო ნორმალური არ არის. ამ არანორმალურ ამესაც ხო ამ ლოჯისტიკას ხო აწყობთ. და მე რო დაგჭირდებათ ხო გამოუატარებთ ვიწრო გზებსაც ხო გამოუატარებთ ამ ხეებს, რაღაცა ელექტროენერგიის ხაზებს ხო ჩახსნით, რკინიგზას ხო გათიშავთ. ანუ ამ ლოჯისტიკას ხო აწყობენ, ეს მძიმე ტექნიკა. როცა ბიძინას უნდა რომ ბაობაბი ჩაიტანოს. ეს მძიმე ტექნიკა ხო ჩდება ხოლმე თბილისიდან, არ ვიცი, ბათუმის სხვადასხვა ქალაქებიდან, ხო? ეხლა როცა ვიცი რომ 21-ში პირობითად ხელისუფლებაში ვარ და 21-ში პირობითად ვიცი რომ რაღაცა მძიმე პრობლემები გველოდება. წაიყვანე ტექნიკა, მოაბილიზე სოფლებში. ხო, ცენტრალური გზები რო გაწმენდილი გაქვს, მივხვდი სოფლამდე მისასვლელი. მერე სოფელში გადაადგილებაც უფრო იოლია. ანუ ეს პრობლემები თავზე კი არ დაგახვავდება, ხო, აი გურულად რო ვთქვათ, ეს თავზე კი არ დაგეყრება ეს პრობლემები. არა, ამ პრობლემებს სანამ მიხვალ ამ პრობლემამდე ამ გზებსაც გაწმენდა, ანუ აქ არის უბრალოდ მონდომების საკითხი. იმ 25-ში სათო წავიდა, ჟურნალისტი ეკითხება და პასუხი რო არ ქონდა, მერე მიხვდა რომ უნდა ჩასულიყო. კიდე უფრო ტრაგიკულ რაღაცას გეტყვი რა, ეხლა ვსაუბრობთ, რომ აი გურიაში ესე იგი 4 დღე ელექტროენერგია მეტი კაცო, ერთ კვირაზე მეტი ელექტროენერგია არ იყო. ანუ რისი თქმა მინდა, ნახე, აქ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ იყო სოფლები, აი მაგალითად ჩვენ ჩოხატაურში, სურებში. იქ შუქი რო გაითიშა და ტელეფონი ვერ დატენა ადამიანმა, ვერც კი დაგვირეკა პრობლემა მიჭირს. ვერც დარეკა, მივხვდი, სანამ 10 დღის მერე ელექტროენერგია არ მივიდა, ვერც დარეკა. ეგეთი სოფელი ეხლა წარმოგიდგენია, რამდენია გურიაში, მაღალთიანი ეხლა იგივე დაანებე მაგალითად თავის სურებს კაცო, გიდა ბუკის ციხეს და დაბლაც ციხეს, და შუქი ელექტროენერგია რო არ არის.
და ადამიანის გაითიშა ტელეფონი. მიშველე ვერ დაგირეკავს. მიხვდები, საშველათაც ვერ ეგეთი არის ათობით სოფელი გურიაში, ლანჩხუთში, იმაში რა ქვია, ოზურგეთში. ხო შოკი და ვიზეც ქონდა ინფორმაცია, ხო ვიღაცას ტელეფონი აქვს, ლაივი ჩართო რომ ხალხო, თოვლია, მიჭირს, ხალი არ მაქვს, ეხა ჩვენ პარალელურად გავუშვებთ აგერ ეხა კადრებს მაგალითად, სადაც ადამიანები ითხოვენ შველას. ოღონდ ამ ადამიანებას შველის მოთხოვნა მაინც შეძლეს, სადღაცა ტელეფონით გადაიღო ვიღაცას დაურეკა რომ მიშველეთ ეხა ვინც ვერ მოვიდა აქამდე და მეორე რა არგუმენტი ეხა ბევრი რო არ გავაგზელოთ, ესე იგი აი ქოცური არგუმენტი რა არის? აი რა მოიცა კაცო, ადრეც ხო თოვდა ძმაო, არა და ეხა რა ამას დიდი თოვლი არ მოსულა? ბიჭო, ადრე ხალხი ადაპტირებული იყო, გამოქვაბულში ცხოვრობდა, მაგრამ 21 საუკუნე რო არ და რო შევეჩვიე ელექტროენერგიას, გაზს, ტელეფონს. აბა ეხა მოდი წილოსანი ხო გურულია. ნინო წილოსას გამოურთოთ ტელეფონი 10 დღე და ინტერნეტი. მართლა მაინტერესებს როგორ იქნება, ჩაწერილი რო არის სალონში და დააგვიანოს 2 საათში, 2 საათი სრული ისტერიკა იქნება. ანუ ხდები ხო? ადრეც ხო თოვდათ, ეხა წარმოიდგინე ერთი წამით, აი ეგეთი სტიქია ყოფილიყო 2003-დან 12 წლამდე და უბრალოდ კაბინეტში მსხვერპლიყო რომელიმე მინისტრი, პრემიერი, პრეზიდენტი წელამდე თოლში ხელში ლაფატკებით იქნებოდა სუყველა ნიჩბებით, უფრო სწორად ქართულად და პირადად მიიღებდა სუყველა მონაწილეობას. აი მართლა მე არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა, მართლა მიმუშავია დღედაღამე ფიზიკურად სტიქიური უბედურებების დროს. უნდა ნახო ეს ფოტო. რეზერვისტები გამოყავდათ, არ უცა საჭირო იყო ჯარი გამოყავდათ, სამეშვეულო და ასე შემდეგ. ფოტო ნახოთ, ერთ წუთი ნახე ეს ფოტო. ეხლა არის, ანუ ეხლა ხალხი ხედავს ფოტოს, კობახიძის ფოტოს, რომელსაც ის თავისი ფუჩეჩით მაც კი არ აქვს დასველებული. ანუ დასველებული სველიც კი არ არის. რაღაცას აი ეს როგორ არის, ცი? ეს როიციან ხოლმე რომ ისე გადამიღე რომ ვითომ არ ვიცი რომ მიღებ. აი დაახლოებით ეგეთი ფოტოა, ხვდები? მე აი ეს ფოტო, ეგ ფოტოც ხო ესია რომ ჩამოსცენ და აუ ისე გადაიღე რომ ვითომ არ ვიცი რომ მიღებ რა. ეს ფოტო გადაიღეს და რა მაგარია ხო? და აი ფეხი დასველებული არცეც არა აქვს. აი თმაც კი არ აქვს. აი გამოვიდა ფოტო, გადაიღო და შევიდა. ხო, მაგაზე მახსენდება ერთ-ერთი ხოცი მაღალჩინოსანი იყო, ეთყობა ძვირადღირებული ბოტასები თუ ფეხსაცმელი რო ეცვა და დასკოჩილი ბოტასებით რო იყო ერთ-ერთი ესეთი სტიქიური უბედურებების დროს. კი, შოუის ტრაგედია იყო, კაცო, მაშინ როცა ესეთი დასკოჩილი, ანუ ბოტასი რო არ დასწროდა. აი ეს არის ქართული ოცნების რეალური სახე წინამტვილეში და ერთი რამ მინდა კიდე რო თქვა, აი ასევე მახსოვს გურის საკრებულოს დეპუტატი იყო თუ არ ვცდები ერთ-ერთი რომელმაც თქვა რომ კიო მეო წინააღმდეგი ვარო რომ ჩვენო ტექნიკა ვიყიდოთო. თუ აჭარაში იყო, ხო. წინააღმდეგი ვარო რომ ვიყიდოთო ტექნიკაო. იმიტომ რომ შეიძლება 10 წელიწადში ერთხელ მოთოვოსო და 10 წელიწადში ერთხელ მოთოვოს და მანქანებს რო ყოველ წელიწადს იახლებენ. აი მართლა ჩახედეთ ეს ხო ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენ დროს გავაკეთეთ საჯარო ტენდერების მონიტორი და შეუძლია ყველა შევიდეს ნახოს ყოველწლიურად რამდენ ნახat პირადი მომსახურების სუბუქ მანქანას ყიდულობენ და ჯამში ასობით მილიონი დოლარის პირადი ავტომობილი ყავთ, რომელიც ემსახურება მაღალჩინოს. ანუ ამისთვის ფული აქვს, მაგრამ ტექნიკისთვის არ უნდა და არ არის პრიორიტეტი. მოდი ხა ნახოთ ფოტო მასალა რაც თქვი იმ გაცხადების სკრინიც ნახოთ, რომ ის ამბობს რომ რაღაც არაფერი არ გვინდა და ნახოთ ამასობაში ვიდეო პატარა პაუზა გავაკეთოთ, რომ მაყურებელმა თან ეს ყველაფერი ნახოს. ახლა ავტომობილში მეგამწუხარ 4 საათის მერე. არავინ ყურადღება არ მომაქცია. რანაირ თომში ვარ აგერ გურიაში დარჩენილი. სოფელ შრომაში აგერ დაგვირდით თქვენი შრომამო თქვენი ჯაფამო ბავშვები აგერ მიგდარაში ძილაში საჩაიკედა 4 საათის მერე არაფერი არ არსებობს. არ არის გზები გაწმენდილი? არანაირი გზები არაა გაწმენდილი, მთელი შნურები ძირსტრია, სადენები, ინტერნეტის კაბელები და სულიც გამოვედით, ფეხით ბაზრის ნავეში ჩამოინგრაო და მივდივართ რომ ნახოთ რა ხდება. ბაზარში ჩამოინგრა? ნავესიო კი. ხო, მოკლედ, ეს განცხადება რაღაცა ტრაქტორი არ გვინდა, ასე შემდეგ და მოდი უთხრათ ხო მაყურებელს და შრომის ანაზღაურების მუხში მარტო ოზურგეთში, ლანჩხუთში და ჩოხატაურში 25 მილიონი ლარია წეღადრო თქვი ერთ სულ მოსახლეზე 3 თანამშრომელი მოდის. დაახლოებით ეგეთი 25 მილიონ ლარს მარტო ხელფასებში ვიხდით რა და ამას დამატებული მე მომსახონელი და მომსახურების მუხლი, სადაც კარგად იცი რომ ეგ ხელშეკრულებით აყვანილი ხალხი ადგარეში რაღაცა ეს 18 მილიონია. წარმოიდგინე, აი ესე რომ შევკრიბოთ ხო 40 მილიონი ლარი
ტიპების ხელფასებში ვიხდით რა. და მე ამბობენ ხო 18 მილიონი, ესე იგი 40 მილიონი ლარი თავის საკუთარ კეთილდღეობას და ხა თუ 4 მილიონის თუ 2 მილიონის ტრაქტორი, რატო უნდა ვიყიდო ძმაო? ესო ის არისო, რა ქვია, არამიზნობრივი ხარჯიაო და ამასობაში თალაკვაძემ სხვათა შორის, ხო, ორჯერ თუ რაღაცა გაიზარდა ხელფასი, ანუ რაც მერი გახდა, რას აკეთებს? რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებები კი არა უზურგეთლებს რაღაცაში მიეშულოს. არა, ხელფასი იზდის ხოლმე, პერიოდულად იზდის ხელფასი. დღეს ახლა მაგას და საკრებულოს თავმჯდომარეა კიდე ბიძინას რაღაც ახლობელი ეს კაცი, მაგარი სასაცილო ტიპია ოღონდ რა. წარმოდგენა არ აქვს სადაა, მაგრამ სულ საკრებულოს თავმჯდომარეა, იმიტომ რომ ბიძინას ოჯახის ახლობელია. 7000 ლარი აქვს ხელფასი. 7000 ლარი აქვს ხელფასი ოზურგეთში, ისეთ ქალაქში, სადაც 2023 წლის მონაცემებით, 2023 წლის მონაცემებით დაახლოებით 55 და 60000-მდეა მოსახლე და თუ იკითხავ რა ხდებოდა 7 წლით, ადრე მაგალითად, იყო 85000-მდე. ყველა მესამე ადამიანი ოზურგეთიდან გაიქცა. ფაქტობრივად. და ყველაზე მეტი 20 წელი ყავს, მე როგორც მახსოვს, მაგას და ჩოხატაურს. მაგას და ჩოხატაურს, ესე იგი ფაქტობრივად. აი ამ ფონზე, როდესაც ხალხი უკიდურეს სიღარიბეშია, როდესაც მოსახლეობისგან იცლება ულამაზესი გურია, მართლა რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, ამ დროს მხოლოდ მაღალჩინოსანი იზდიდეს ხელფასს და რიგით მოსახლეს გლეხს არაფერი არ ემოტებოდა შემოსავალში და პირიქით დღიდან დღემდე მისი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდებოდეს, ეს არის ჩვენი მოქალაქეების დაცინვა უბრალოდ და სხვა არაფერი და ეს არის ის დამოკიდებულება, რომელსაც ქართული ოცნება ყოველდღურად გვაჩვენებს. მთავარია ქართული ოცნების მაღალჩინოსნები იყვნენ კარგად, თავარია მათი მხარდამჭერები ყავდეთ კარგად, თუმცა ისინიც ვერ აყავთ ბოლომდე კარგად, დანარჩენებს უბრალოდ ადამიანებად არ თვლიან. ხო, ანუ ადამიანებთან დაკავშირებით საუბრობ და მე მინდა ნახოთ ახლა ერთი ვიდეო, ძალიან მნიშვნელოვანია დამოკიდებულება ხელისუფლების და რუსული ტელეკომპანია პროპაგანდისტული არხის იმედის შემოქმედებაზე. ესე იგი, ჩვენ საკრებულოს წევრს ოზურგეთში თათია ნიკოლაშვილს ურეკავს, უბრალოდ ხმოვანს უგზავნის მოქალაქე, რომელსაც მოდი მოვისმინოთ პირველი ხმოვანი, რას უგზავნის, ასე ვთქვათ, მოქალაქე თათია ნიკოლაშვილს ჩვენ საკრებულოს წევრს. ვიცი, სახლის სახურავი ჩამოგვენგრა და პატარა ბავშვია შიგნით. სახლი არ არის დაგრეული მთლიანად, მაგრამ ავარიულია და ნებისმიერ წამს შეიძლება ჩამოინგრეს ყველაფერი. იქნებ როგორმე დაგიკავშირდეთ ნომერი და დავეთ 112-ში ვრეკავ და ყველგან ვრეკავ, მაგრამ არ ვიცი, ვერც მიდიან იქამდე. მოვისმინეთ, სადაც დახმარებას ითხოვს, მიშველეთ, იმიტომ რომ ბავშვია, სახლი ინგრევა, უბედურება მჭირს. მოდი ეხლა ვნახოთ. ამ თემაზე თათიამ დაწერა სოციალურ ქსელში, საზოგადოების ყურადღება რომ მიექცია და ამ ადამიანის ვიღაცას ყურადღება მიექცია, იქნება, ხო? და ამასობაში ამ ხმოვანის შემდეგ TV იმედია სახელმწიფო არხი რას აკეთებს, მათ შორის მერი უსირცხვილო კაცი თალაკვაძის ძმა, ხო? ამ პროპაგანდაში მოდი მოусმინოთ იმედს და მოусმინოთ თალაკვაძეს რას ლაპარაკობენ აი ამ ხმოვნის შემდეგ. ინფორმაციის გავრცელების ნათელი მაგალითია ის, რასაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თათია ნიკოლაშვილი წერს. ოზურგეთის საკრებულოს წევრი ამტკიცებს, რომ სოფელ ციხისფერჩი სახლი ჩამოინგრა. თითქოს დაანგრეულ სახლში მოყოლილი იყო ბავშვი და რაღაც ვერ ხდებოდა ამ ბავშვის გადარჩენა. ამას მოყვა საკმაოდ დიდი პანიკა მოქალაქეებში. ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში დავიწყეთ რეაგირება, პარალელურ რეჟიმში გადამოწმება და მსგავსი ტიპის განცხადებები და პროვოცირება საზოგადოების ვფიქრობ, რომ დანაშაულია. ესე იგი, ესენი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, რომ ეს ყველაფერი იყო მოგონილი და თურმე ადასტურებს ოჯახი, რომ არაფერი არ მომხდარა, თალაკვაძე იგივე წყვება, რომ აი ნახე, ტყუილი რა, აი როგორი ტყუილი იყო, ნახე რა ხდება და ამასობაში მოდი მოვისმინოთ, აი ამ ყველაფრიდან როცა თათიამ გაასაჯაროვა, გასაჯაროების შემდეგ რამდენიმე საათში როგორი ხმოვანი მისდის. ძალიან გთხოვთ აიღეთ პოსტი შინაურები დამესიენ, რომ რაღაც ტირი ხარო საჯარო თუ აგანეო და ძალიან პრობლემად რომ დამემატა. ძალიან გთხოვთ წაშალეთ რამეს ვიზა მოღონდეთ ეგ პოსტი წაშალეთ. ანუ წარმოგიდგენია ამათი არა ადამიანობა და არაკაცობა? თალაკვაძე რო ხარ ბიჭო, ში არაკაცო მართლა. როგორ აი ამ ხმოვანის მე ესე როგორ წარმოიდგინე რა უქნეს ადამიანს ტირის, ხო? რო გეხვეწები აიღე, იმიტომ რომ აი შემომივარდნენ, დამირეკეს, მაშანტაჟებენ. ის კი არა რომ ადამიანს პრობლემა აქვს და მოდი მივეხმაროთ. არა, როგორ თქვი რომ პრობლემა გაქვს? ბავშვს რო პრობლემა აქვს, შეიძლება რამე დაეცეს თავში. როგორ თქვი ეგ?
როგორ გაბედი ოპოზიციას როგორ უთხარ ის კი არა რომ მოდი გიშველო მოდი იცით რა თუ მეტი ინფორმაციას მივიღებ ოპოზიციისგან მივიღო მივეხმარო ადამიანს ანუ ამოსავალი წერტილი ის კი არა რომ ადამიანს დავეხმარო ამათი ამოსავალი წერტილია რომ გაჩუმდი თუ არ გაჩუმდები აი დააშა ადამიანი კიდე გეუბნებით ეს არის კლასიკური მაგალითი და სამწუხაროდ ეს არ არის ერთადერთი მაგალითი არაერთი შემთხვევა ვნახეთ როდესაც აი ეს ურეკავდნენ Facebook-ით WhatsApp-ით კი და მაგას გეტყვი კიდე აფრილებდნენ აშინებდნენ აშანტაჟებდნენ რომ აიღე დროზე აი ხო ვნახოთ ეგ კადრებიც კახა ასკურავა აცანაში წავიდა ხალხს დასახმარებლად გივი ცინცაძე კახა ასკურავა ესე იგი იქნება ვინმეს მივეხმაროთ რაღაცა და მერე იმედმა ამაზეც პროპაგანდისტულად დაიწყო რა რაღაცა ტყუილს არ უცელებს მოდი ეხლა ვნახოთ კადრი ტყუილი კი არა ტრაქტორი და პოლიციის ავტომობილი ჩარჩა ბუქსაობენ და ბიჭები რო ეხმარებიან ეს თურმე ყოფილა ტყუილი აი მოდი ვნახოთ კადრი საჭოები არ გაქვენ ესე იგი ტრაქტორი ჩარჩენილი პოლიცია ჩარჩენილი პოლიცია დანიშნულების ადგილას ვერ მიდის ტრაქტორი საერთოდ უმოქმედოა და ამასობაში ესე იგი ბიჭები არიან რომ აბა მოგეხმაროთ ამოვიდეთ აქიდან და ისინი ამბობენ ეგ ყველაფერი ტყუილია კაცო ანუ ის კი არა პრობლემა გვაქვს პრობლემის აღიარებაც კი არ უნდა ანუ დამოკიდებულება არის ეგეთ თავარი არის ეგრეთ წოდებული ნიუსი არ გავიდეს ხალხმა არ გაიგოს რომ ესენი ცუდი ტიპები არიან ცუდი ხარ ეგეთი და მეორე მოხალისეების გაშავება დაიწყეს კაცო ჯარიმები დააწიეს გზაში გაშავება დაიწყეს PR კამპანია აუგორეს შავი PR აუგორესო თურმე რა ცუდები არიან და თურმე რატო ეხმარებიან ხალხს რა ხა ხალხს არაფერი არ ჭირდება ხელისუფლება ადგილზეა და თურმე თვითონ საშველები არიან მაშველები მოხალისეები ეგეთი ფრაზა გააჟღერეს მე შემიძლია გითხრა რომ ამ დრომდე ათობით სოფელში ფეხი არ დაუდგებს ხელისუფლების წარმომადგენლებს და დაახლოებით 5 მარტამდე ეხლა წარმოვიდგინე ლაპარაკობთ 20 თებერვლიდან მოყოლებული 5 მარტამდე აბსოლუტურ სოფლების დიდი უმრავლესობის გზა გაუვალი იყო. იქ არ მისულან, უბრალოდ მორჩნენ ფოტოები გადაიღეს, რაღაცა გაიპრანჭე ყველაფერი კარგად არის და წავიდა. მე თალაკვაძემ სკუტერით იკატავა, რაღაცა ალბათ ისიც ქონდა, რა ქვია, ზაგარნი კრემი ჭყალებში, ხო და აი ეს ხო გვაჩვენეს ეს ხო მართლა კლასიკა იყო რა, ეს რაღაცა ძალიან ლამაზად და სვეტად რომ მიდის ბორანით რა და ამ დროს ხალხი თოლში ირჩევა, მართლა კატასტროფა. და ამასობაში ერთი კადრიც მინდა რომ ვაჩვენო, აი ყველაფერს ხო ყვები და ვსაუბრობ და ხო ხალხი გზა რა აქვს მაგრამ ესე იგი თეატრის ხელმძღვანელია თუ რაღაცა გვაქვს ჩიგოგიძე ისე გვარიც ისეთი აქვს ხო და ამ ჩიგოგიძეს სახლში უწმენდნენ ეზოს ხო მოდი ეს კადრი წარმოუდგენელი ანუ ადამიანები წარმოვიდგინე მიტოვებული მდგომარეობაში და ამას სახს უწმენდნენ და რატო უწმენდნენ იმიტომ რომ ვიღაცამ ხო თქვა რომ ბიძინაო ის არისო რაღაცა ექვთიმიაო ამან რაღაცა ამან თქვა რომ საერთოდ ნუ არ წმინდა მართლა გეუბნებით და ხო და ბიძინა რახან ამბობს ეს კაცი რომ ბიძინა წმინდანია და ბიძინა რაღაცა ზეკაცია არა ეზოც უნდა გაუწმინდოს რა ეგრისი გაგრძელება იცი ანუ ასფალტს რო საკუთარ სახლებამდე იგებდნენ მხოლოდ გაზი რომ მხოლოდ მათ შეყავდათ დენი რომ მხოლოდ მათ ნაკვეთებამდე მიდიოდა ანუ და მისიკით მოსახლეობა აღარ არსებობდა რა ამ ყველაფრის გაგრძელება ნუ აი თოვლი თურმე მარტო ამათ უნდა გაუწმინდო და იმის იქით თუ ჩვენი მხარდამჭერი არ არის თუ ჩვენიანი არ არის არაუშავს დაიხჭოს იმ ცოლში და ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება ოპოზიციას არ ვიცი სამწუხაროდ ალბათ ესე ფიქრობენ არის პრიმიტიული აზროვნებით პრიმიტიული აზროვნებამდე მიხვედი და მოდი ერთ რაღაცაც უთხრა ჩვენ ეს თემა კარგად იცი ესე იგი საკრებულოში ოზურგეთის საკრებულოს თალაკვაძეს რა ბიუჯეტში რა მუხლი ქონდა ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია მართლა როგორი პრიმიტიულები არიან ესე იგი 90000 ლარი ქონდათ გამოყოფილი წლიდან წლამდე ძროხების გადადენისთვის ნახე პროგრამა იყო ეს არ არის ხუმრობა, აგერ არის დოკუმენტი, 90000 ლარი გამოყვეს, რომ ოზურგეთში გზაზე თუ ესე იგი იქნებოდა ძროხა, რაღაცა კონკრეტული სამსახური არის ვითომ, რომელიც გაეკიდება წკეპლით ამ ძროხას, ეგ წარმოიდგინე რა სიტუაცია წარმოიდგინე, დასაქმებად სად მუშაობ ძმაო და აი ძროხას დავსდევ რა, აი რა სამსახური რა გაქვს და აი რა ვიცი, აი კაკლის წკეპლით დავსდევ ძროხას და 4 90000 ლარი არის გამოყოფილი ამაში ეს ახლა ჩვენ ხო გვეცინება მაგრამ აქ 90000 ლარად წეღანდო რამდენი საქმე გაკეთებოდა რამდენი ადამიანი დაეხმარება 3 დღე მინიმუმ 30 მძიმე ტექნიკას ტრაქტორს ეგრეთ წოდებულს იქირავებდნენ აი პირობითათო ბიუჯეტიდან რა გამო 90000 ლარად 3 დღის განმავლობაში 30 ტრაქტორს იქირავებდნენ მაგრამ ესენი წკეპლი დასდევენ ძროხას ვითომ ოღონდ ეგ ხო ახლა ვიცით რომ კორუფციული ფულია ვიღაცა ქართული ოცნების კოორდინატორს ჩაუდგა. მათ კარგად არის მოსაკითხი, შეიძლება მარტო წკეპლით გადადევნა არ არის, მე რაღაცა თუ ვერ გადადენა, შეიძლება საჯარიმოზე გადაიყვანონ, მე იმას ის უნდა
ინსპექტორი დაჭირდება საჯარიმოსი იქ რაღაცა მე ვეტერინარი დროებით რო იქ ამყოფოს და ეს იგი სამსახურები ხო იქ რაღაც ხო კეთდება რა აი ეგეთი ის არის რა მართლა სასაცილო ნამდვილად და როცა ადამიანების ასეთ ძიმე ყოფაზე ვსაუბრობ ნუ ესენი ძალიან ისე პრიმიტიულად უყურებენ ამ ყველაფერს ანუ ეხ მოდი გურია ფაქტობრივად დავხურეთ ეხა გადავიდეთ აი კალაძესთან დაკავშირებით მოვიდეთ ანუ მათი დამოკიდებულება როგორია ადამიანის მიერ როგორი ასე ვთქვათ ფეხებზე მკიდია ხალხია რა ირაკლი ანუ ანანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს ეხლაც ხო იქ ფოტოები გადაიღეს მორჩავს ეხა გურის ტიკი ამათუს არის დამთავრებული რამდენ ადამიანს ეხა პრობლემა დარჩა მეწრული ზონებია გაზაფხული მოდის ეს თოვლი დნობას რო დაიწყებს იქ უამრავი პრობლემა მოხდება ეს ადამიანები კიდე სტიქის პირისპირ დარჩებიან მარტო მაგრამ ამათი წინაზე რო სტიქია იყო ოზურგეთში ლანჩხუთში ადამიანებს სახლები რო დაეტპორათ დაენგრათ 80% ვისაც პრობლემა შეექმნა მიტოვებულია ახლაც იქნება კაცო რას ხა იქნება კაცო და დეილოდე ახლა და ხალხი უყურებს როგორ როდის დაენგრევა და ესე არა უშავს კაცო როც ხა იქნება კიდე გეხმარებით კი ხარ იმ სიაში ხარ მართლა გეუბნები მეგი დამოკიდებულება და მეორე კიდე ხარ ამასაც კი შეაძლებლობათ უყურებენ ეხლა რას იზამენ იცი ხო მორჩა ყველაფერი დადნაბა თოვლი ხალხი დარჩა ამ პრობლემის პირისპირ ხო მივა ეხლა ქართული ოცნების კოორდინატორი ან გამგებელი ან ვიღაცა და ეტყვის გაჩერდი ბიჭო გაჩუმდი იქინე კომენტარი და ირო დაწერე ახლა ოპოზიციო წაშალე მაგენი წაშალე და ხო გინდა რაღაცა 500 ლარი დაგეხმარები რა ვქნა ახლა მაგას თუ არ წაშლი და ახლა კიდო დაილაპარაკებ მაშინ მოგეხმარო ნაციონალები ბიჭო ესეთი მიდგომა აქვს ვიხდი ეხა ჩამოულენ და ეტყვიან ამათ საქმე რა იყო ხალხს კი არ დავეხმარო სოციოქსელებში იჯდნენ და ვირა კომენტარი დაწერა აბა მეზობელმა იმან მონიშნული ხა მივლენ წავიდნენ ნაციონალები დაგეხმარო იქინე რო დაწერე შენ მაი კომენტარი გახსოვს ახლა მე თალაკვაძე საფეროც ხამას დაეხმარე 500 წაშალე ახლა მაი სტატუსები და კომენტარები მაი ვიდეოები ხო და რაც ხავს ვიზამძამა ესეც კაცი გაჭირებული კაცი გაიხედა გამოიხედა პრობლემა სახლი ენგრევა ვიღაცა თუ რამეს კაი ახლა პოსტის წაშლის და კომენტარის წაშლის გამო თუ დამეხმარები და ამასაც კი შესაძლებლობად უყურებენ ბიჭო ეს წარმოვიდგინე რა რაც ლარჩი ხარხია აი მართლა როგორი ბოროტი უნდა იყო რა მაგრამ აი კალაძესთან და ეს მინდა რომ კარგად ესე დოლარები რო უჭირავს ხელში კალაძის ნაძვის ყიდან ჩამოხსნა ეთქო ხო უყვარს ნაძვის ყიდზე უყვარს დოლარები ანუ ამის ისა და მე მინდა რომ ისე მოვასწროთ ყველა თემა რა მაგრამ ძალიან ძიმე ამბავზე ლაპარაკობთ ესე იგი 2022 წლის 12 ოქტომბერია დედაქალაქის მერი მიდის ვაკის პარკში ხსნის შადრევანს ამბობს რომ ყველაფერი კარგად არის და მეტიც ამბობს რომ იქო ადრეო ნაციონალები ფასადურად აკეთებდნენო და აიო ჩვენო რა მაგრა გავაკეთეთო მანამდე კიდე ვიდეო ატვირთა რომ როგორ ბოლომდე ჩართულია მათ შორის ელექტროობა განათება როგორი იქნება შადრევანში ეს მინდა რომ ორივე ვიდეო სადაც 2022 წლის 12 ოქტომბერს კალაძე ეუბნება ხალხს ყველაფერი გახსნილი და გაკეთებული ეს ვიდეოც ვნახოთ მოდი ვნახოთ იყო დამოკიდებულება წინა ხელისუფლების მხრიდან რომ მაგალითად რეკრეაციული სივრცეები უნდა განადგურებულიყო და მაგალითად მათ ჰქონდათ მოსაზრება რომ ვაკის პარკში უნდა აშენებულიყო 9 სართულიანი კორპუსი. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არის ის, რომ დავიბრუნოთ ეს სივრცეები, დაუბრუნოთ ქალაქს, დაუბრუნოთ ხალხს და ჩაუტაროთ რეაბილიტაცია, მოვაწესრიგოთ, განვაახლოთ, აღვადგინოთ და რა თქმა უნდა ამ ყველაფრით, ამ სივრცეებით უნდა ისარგებლოს ჩვენმა შვილებმა. და მოდი ვნახოთ ის ვიდეოც, სადაც კალაძე აჩვენებს როგორ ბოლომდე ელექტროობაშიც კი გარკვეული ანუ ამით რახე პიარ წეღარო თქვი ხო აი პიარი რომ აი მე ყველაფერი ვიცი ძმაო ყველაფერში ჩართული ვარ მეურნე მერი ვარ მოდი ეს ვნახოთ ეს არის მასალები რომელიც გამოყენებული იქნება ამ შადრევანზე ეს არის საიზოლაციო მასალა რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყარად და ფუნდამენტურად იყოს ყველაფერი გაკეთებული რომ 10 წლებს დაუძლოს და ამის შემდეგ დგება 13 ოქტომბერი და 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ძალიან მაღალი ხარისხის მეგობრებო. ესე იგი, მთელი ქრონოლოგია ხო რა არის უპასუხისმგებლობის ზეიმი. რომ ეუბნება რომ ხალხო მოდით, ყველაფერი კარგად არის, აგერ ყველაფერში მე ჩახედული ვარ ელექტროობის დონეზეც კი ვიცი, 13-ში მოზარდი გარდაიცვალა და ამის შემდეგ რა ხდება? აი მოდი თუ ოდნავ მორალური ან პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაქვს. ხო იცი რა დუღირს ეს აი როგორი უნამუსო უნდა იყო? რომ ამ და მე ყველაზე დიდი უნამუსობა რა არის ვიდეო რომელიც ახლა ჩვენ ვაჩვენეთ რომ ვაკის პარკი გახსნა და ასე შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში რო იცის ხოლმე რა ჯერ 30000 ლერო უჯდება ერთი ლაივის ჩართვა წაშალა ბიჭო ვითომ არა წაშალა ანუ მე ხო ეს ვიდეოები რო შენ არ გითხარი ანუ ხალხმა ხო თქო რომ ბიჭო მოდი დაგვიძახე ყველაფერი კარგად არის და ბავშვი მოკვდა პასუხისმგებლობა ვისია და ტიპმა ვიდეო წაშალა ბიჭო
ტიპი რადონის უნამუსოა, რადონის ფულისტია, რადონის შუბლის ზარღვია გაწყვეტილი, 13 წლის ბავშვი მოკვდა, ვიდეო წაშალო, ჩემ ბრალი არ არისო. აბა ვიდეო რატო წაშალა? პირველ რიგში პროექტიც კი არასწორად იყო შედგენილი, იმიტომ რომ როდესაც პროექტი დგება, ეს უნდა იყოს შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობაში, ადრე იყო ეგრეთ წოდებული საბჭოთა გოსტები, მე უკვე გადავედით მათ შორის ევროპულ სტანდარტებთან და აი მარტივად რომ ვთქვათ რა, შადრევანი გაკეთებული იყო არა ისე როგორც უნდა გაკეთდეს შადრევნის სტანდარტით. არამედ მაგალითად კორპუსში ვანატვალეტი როგორ უნდა გაკეთდეს, ხო? აი ძალიან ვუტრირებ ეხლა, მაგრამ აი წარმოდგენა რო ქონდა, ანუ სხვა სტანდარტი აქვს შადრევნის მოწყობას, სხვა სტანდარტი აქვს ვანატვალეტის მოწყობას, ხო? ეს უკვე პირველი შეცდომა რაც იყო დაშვებული, ხო? მეორე რომ კორუფციული გზით შეარჩიეს მათთვის საყვარელი კომპანია, მესამე რომ ექსპერტიზა რომ ტარდებოდა, არაერთი ექსპერტიზა იყო, შუალედურ ექსპერტიზებს ატარებინებდნენ იმ კომპანიას, რომელიც ასევე ვარკეთილის მეტროს ჩამონგრევაში მონაწილეობდა და გახსოვთ თქვენ, აი მკვდარი ექსპერტი რო იყო, ვითომ გაფორმებული, ვითომ მკვდარმა ექსპერტმა რო დააწერა დასკვნები, აი ეს კომპანია იყო წარმოდგენილი. შემდგომში უკვე ეს ყველაფერი რო დამთავრდა კალაძე სანამ გახსნიდა ვალდებული იყო რომ თბილისს ყავს IP მუნიციპალური ლაბორატორია და მათაც შეემოწმებინათ ანუ კამერალური შემოწმება ეგრეთ წოდებული დოკუმენტალური შემოწმება ერთია და მეორე ფიზიკური შემოწმება ხო? იმიტომ რომ ძალიან მარტივი მოწყობილობებია ხო? აი მათ შორის იქ რო ყოფილიყო დამონტაჟებული ეგრეთ წოდებული გაჟონვის რელე, რას ნიშნავს გაჟონვის რელე, რომ შადრევანში თუ სადნე პატარა დენი რაიმე მოწყობილი ან ვიღაცას რო მისულიყო ტერორისტი არ ვიცი ნაჯახით გადაეჭრა ეს კაბელი, როგორც კი ძაბვა აღმოჩნდებოდა წყალში ავტომატური მოწყობილობა, აი დაახლოებით ამ ჭიქის ხელა ავტომატურად უნდა გამორთულიყო ეს სისტემა. როგორც ჩანს ეს სისტემაც არ იყო, არც შესაბამისი დამიწება არ იყო და მივედით აი ამ უდიდეს ტრაგედიამდე, მხოლოდ იმიტომ რომ დაჩქარებულად პიარის გულისთვის შემოწმების გარეშე პრაქტიკულად გაეხსნათ ეს შადრევანი ზარზეიმით, ხო? ამის მერი როგორ არის? ეს მითხრა, აი ერთი დეტალი მინდა რომ თქვა, აქ ყველა რატომაც ჯოხი გადატეხეს მხოლოდ კომპანიაზე და გადატეხეს გამწვანების სამსახურის უფროსზე. მაგრამ პასუხისმგებელი რა თქმა უნდა პირველ რიგში არის მერის მოადგილეები და ის ადამიანები, რომლებმაც გვითხრეს საზოგადოებას უთხრეს რომ იყო უსაფრთხო და იქ ბავშვები მოეყვანათ გასართობად, ხო? რა ხდება შემდგომ? შემდგომ ხდება თურმე მშობლებს დააბრალეს, ხო რომ მშობლებმა უნდა მიაქციონ ბავშვებს ყურადღება, ხო ამ ტრაგედიაზე და სამწუხაროდ არაერთი ტრაგედია ვნახეთ ჩვენ მანამდე ასევე ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა ასევე ძაბვის დარტყმით, ხო? თბილისში და აღარ ვიძახი ამ ვერეს ხეობის ტრაგედია, სადაც ასევე სახელმწიფოს დანაშაული იყო, რომ ვერ გააფრთხილეს წინასწარ მიუხედავად იმისა, რომ იყო შეტყობინება შესული 112-ში და ანუ მერმა თელი სახელმწიფო მანქანა ჩაერთო, პროპაგანდისტული მანქანა, რომ თითქოს მერი რა შუაშია, თითქოს მერის მაღალჩინოსნები რა შუაში არიან, მშობლები არიან თურმე დანაშაულები, რომ ბავშვებს ეს უყურადღებოდ უშვებენ პარკებში და თურმე მხოლოდ კომპანია წარმოადგენილი, რომ რაღაცა ვერ შეასრულოს სათანადოდ. სათანადოდ რო ვერ შეასრულა, შენ, არ ვიცი, მილიონობით ლას რო უხდით მუნიციპალურ ლაბორატორიას, თითქმის 2 მილიარდი როა თბილისის ბიუჯეტი, რისთვისაც გაქვთ ის ხელფასები, ის იმხელა თანამდებობები, რომ მოახდინოთ საბიუჯეტო თანხების, მუნიციპალური თანხების რევიზია, ინსპექტირება და ნახოთ შეამოწმოთ რამდენად ადეკვატურად პროექტთან შესაბამისობაში მოხდა სამსახურის გახსნა. ყველა ნორმალური მერი მოდი ვთქვათ რომ მეორე დღესვე გადადგებოდა ამას. მისი ბრალეულობა იყო, არ იყო, დადასტურდებოდა, არ დადასტურდება, ეს იყო არა პოლიტიკურიც იყო რა თქმა უნდა, მაგრამ მორალის საქმე იყო. მორალის საქმე იყო, რომ მეორე დღესვე კი რა იმ საღამოსვე გამოსულიყო ბოდიში მოეხადა მინიმუმ გამოძიებამდე განამდგარიყვან, საერთოდ ეთქვა რომ მე ვამთავრებ აი ამ ხელა ტრაგედიის მერე. თანამდებობაზე ხარბი არ ახარ, დახარბებული არ ახარ და თუ მართლა რა დუღირთ ეს ყველაფერი იმ ანგელოზი ბავშვის, ეს ერთადერთი ხო არ არის, აგერ რამდენი ამაზეც მე ამბობდნენ რომ თუ მე ვიღაცა манипуლირებს, ამ თემებზე არ უნდა ვისაუბროთ, სამწუხაროდ რამდენი გავჩუნდი და ჩვენ ტრაგედიაზე არ ვისაუბრეთ, ღიად არ ვიჭუბეთ, არ ვიყვირეთ, არ გამოვედით. 2 დღეში, 3 დღეში, 2 კვირაში უარესი ტრაგედია დაგვემართა. კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ამიტომ არის ხომ მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ამ თემებზე ვისაუბროთ, თორე ვიღაცას რაცა პოლიტიკური დივიდენდებისთვის კი არ ხდება ეს და პოლიტიკური ქულების დასაწერად. ეს უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ, ავიცი, ეხლა მეც 4 შვილის მამა ვარ, შენც 2 ვაჟკაცი ყავს და ჩვენ შვილებს, ავიცი, ეხლა ჩემი შვილებს რო ვიძახი, ჩემი შვილის კლასელები იქნებიან, გუნდელები იქნებიან, მართლა როგორც ჩემი შვილებს ისე უყურებ და არ მინდა რომ ერთი თმის ღერი ვიღაცას ჩამოუვარდეს ჩვენი აი საჯარო მოხელეების
გულგრილობის გამო ან სამსახურის ბოროტად გამოყენების გამო აი ესეთი ქმედებების გამო არ ხირს ჩვენი არც ერთი თანამდებობა ნამდვილად. კიდე ანუ ნახე ეს ერთი ხო არ არის მარტო ამ თემასთან დაკავშირებით რომ ვერ გავიგეთ ეს კაცი რატო აგრძელებს მუშაობას. მეორე ამბავი აგერ რამდენიმე კვირის წინ მოხდა ეგრეთ წოდებულ დოქებთან, რომელიც რიყის პარკში მდებარეობს, ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, პირადი ბოღმის გამო, ფაქტობრივად დააჟანგეს, დაალპეს ეს რიყის დოქები და გარშემო ტერიტორია, თუმცა რიყის პარკი არის მერიის დაქვემდებარებაში, ასე რომ ვთქვათ, მერიის უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს, ამას გარდა დაცვის პოლიციაც, ასე ვთქვათ, აკონტროლებს სიტუაციას და მე ჩვენ ვაჩვენებთ ამ ყველაფერს მაყურებელს, მათ შორის კადრებით და ესე იგი ბავშვი აქაც 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა აბსოლუტური უყურადღებობის და ასე ვთქვათ, მიტოვებული სიტუაცია ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების უგუველყოფის გამო. და რა მოხდა აქ, ხო? ჯერ ერთი რომ ეს დოქები 2022 წელს იყიდა ბიძინა ივანიშვილის კარის ოლიგარქმა ხიდაშელმა. ამ დოკუმენტებსაც ვაჩვენებ, სადაც 96 მილიონად გამოაცხადეს, ისა რა ქვია, აუქციონი. 10 მილიონ ლარად, 3 მილიონ, ფაქტობრივად 4 მილიონი დოლარი, არც 3 მილიონ ნახევარი დოლარი გადაიხადა რიყის დოქებში და სხვათა შორის ერთ-ერთ სიუჟეტში ირაკლი აბესაძეს ქონდა კომენტარი, რომ ჯარში რო ჩაებარებინათო 10 მილიონი ჯართია მარტო და რკინაო. აბსოლუტურად მართალია, ხო? ჯერ 96 მილიონიანი აუქციონი და 10 მილიონად რო რუს ოლიგარქს მისცემ, ხო? ესეც ხო ცალკე ტრაგედიაა და თან არ დაგვაუწდეს რომ მისცეს 10 მილიონ ლარად, ხო? მართლა ჯართში უფრო მეტი დარჩებოდა ამ იმიდან, რა ქვია, ამ დოქებიდან. ვალდებულება აიღო, რომ მე მუზეუმს თუ რაღაცას გავაკეთებ, კონკრეტული ვალდებულებით იყიდა. გავიდა 3 წელი, რა მუზეუმი, რის გაკეთება, რისის და მოდი ახლა ვაჩვენოთ ერთი კადრი მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი კადრი, სადაც დაცვის პოლიციის ეგრეთ წოდებული ბუტკა, ბიძინას უყურს, ხო, ბუტკა დგას დაახლოებით 10 მეტრში, სადაც ბავშვი გარდაიცვალა, მაგრამ პასუხისმგებლობა არც დედაქალაქის მერმა არ აიღო მიუხედავად. ეხლა მე და შე რომ მივიდეთ რიყეში და ქონია ხო, იქ შემთხვევა რაღაცა ღონისძიების ჩატარება რო გვინდა და დაცვა რომ მოვარდება. და როგორ არა, აქ არა, ეხლა შეტყობინება უნდა დაწეროთ. წერილი თუ გაგზავნილი. იქ ეს მე და შენ რო ეხლა მივიდეთ რიყის პარკში, აი უბრალოდ რომ მივიდეთ, 5 რამდენიმე წამი გავჩერდეთ, დაცვა მოვაბარახტებ, აბა, აი რაღაცა გვინდა იქ, ხო, მოვარო, არა ძმაო, ეს მერიას უნდა მიწერო, მერიის დაქვემდებარებაშია. მაშინ მერიის დაქვემდებარებაშია. როცა ბავშვი გარდაიცვალა, მაშინ მერია მერაშუაში ვარო. მოიცა, ვინც ხიდაშელი ვინ არის? ბიძინა ივანიშვილს მიყიდა ფაქტობრივად იმა, რა ქვია, 10 მილიონ ლარად და. ხო, აი მაგაზე რა მინდა რომ თქვა, ნუ ჯერ ეგერთი ეს მართლაც ეს დოქები უნიკალური სივრცე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პერიოდი აშავეს, მართლა თბილისს შეემატებოდა ერთ-ერთი უნიკალური საგამოფენო საკონცერტო სივრცე, მაგრამ ესეც პოლიტიკური შურიძიების ნაწილად აქციეს, მაგრამ ნუ ეს ცალკე თემაა. მაგრამ ნუ აქაც ძალიან საგანგაშო და საგულისხმო იყო მერიის განცხადება, ის პარკი მართლაც მუნიციპალური პარკია, იქაც მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური იცავს იმ პარკს, მაგრამ როგორც კი მოხდა ეს ტრაგედია, თქვენს რომ ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ, ეს იყო კერძო კომპანიის. აი მოდი ახლა ერთი წამი ვიფიქროთ რომ შენი ყოფილიყო ის დოქები, ხო? ნუ რას გიზავდნენ? სამუდამო ხო, ნუ კი ბატონო. სამართლიანად მათ შორის, ბავშვი. ხო, ესე იქნებოდა, მაგრამ ნუ ვერ შეეხვეს, იმიტომ რომ არის ბიძინა ივანიშვილის კარის ბიზნესმენი, რუსი ოლიგარქი და მათთან დაკავშირებული პერსონა და აი მოსახლეობას უთქვათ, აი თუ კერძო ტერიტორია იყო, აბა გამოდი და შენს კერძო ტერიტორიაზე ნაგავი დაყარე, მოვა თუ არა მუნიციპალური ინსპექცია თუ არ დაგაჯარიმე. რა თქმა უნდა. აი უნებართოდ მოდი და ფანჯარა შეცვალე, სადმე მაგ ძველი თბილისის ტერიტორიაზე მოვა და აუცილებლად მუნიციპალური ინსპექცია დაგაჯარიმებს. აი ელემენტარული ღობერო შეგეშალოს და 20 სანტიმეტრიდან 30 სანტიმეტრით მეტი მოგივიდეს, ან რაღაცა ფერი ცოტა სხვა აცეს, მაგაზე დაგაჯარიმებს. მაგრამ თუ შენ ბიზნეს კარის ბიზნესმენი ხარ, მერია იტყვის რომ ჩემი არ არის ეს კერძოსია, შენ სიტყვი რომ თურმე ბავშვი გაუფრთხილებლობით მოვიდა, მე არაფერ შუაში ვარ, იქაცო გადახურულიყო და კერძო ტერიტორიაზე რატო შეაღწია? და ერთიც თავისუფალია, მეორეც და ისევ დააბრალებენ ალბათ ბოლოს შობელს, ან როგორც ხდება ხოლმე რა. შობელს, სკოლას, მასწავლებელს და ამაზე გადაწყდება ჯოხი, მაგრამ თუ მათი მხარდამჭერი არ იქნებოდა, მათი კარის ბიზნესმენი არ იქნებოდა, ოლიგარქთან დაახლოებული პირი და წრი არ იქნებოდა, სრული სიმკაცრით აგებინებდნენ პასუხს და დაიწყებდნენ ისევე პროპაგანდისტულად რაღაცეების ძახილს, კეთებას, რომ ისევ და ისევ სათავისოდ გამოეყენებინათ ეს ტრაგედიაც. კი, ანუ ნახე, ადამიანებს მიმართ ხო ეგეთ დამოკიდებულება აქვს და მოდი ერთ თემას გავაგზავნოთ ადამიანებთან დამოკიდებულებაში. მოდი ჯერ ვნახოთ სოზარ სუბარის განცხადება. სოზარ სუბარს და კალაძეს ეხება რა, აი ამ დოლარიჩს და სოზარს. აი სოზარს მოვისმინოთ.
ეს არის სახლები თუ ნაკვეთები, რომლებიც ჯერ კიდევ მათ ამ მცხოვრები ადამიანების მშობლებს ეკუთვნოდათ 60-იანი, 70-იანი წლებიდან მოყოლებული და დღემდე არ არის დაკანონებული და ბუნებრივია, რომ ასეთი საკითხები სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს და მე უბრალოდ პირდაპირ ესე იგი არჩევნებამდე ამბობს, რომ აფრიკის დასახლებაში ესე უნდა დაუკანონოთ ადამიანებს, იმიტომ რომ ნაცვალები აქვს რაღაც და არჩევნების შემდეგ უკვე ბულდოზერებით მიდის კახი კალაძე აფრიკის დასახლებაში და ამბობს ეს არის უკანონო მშენებლობა, უნგრევს შეხედეთ ადამიანებს უბრალოდ. აი რა მდგომარეობაში არიან ადამიანები, ხო ითხოვენ რომ აფრიკის დასახლებაში ხარ, რომელიც ცენტრალური გზა და პირობითად თაწმინდა და ისტორიული ის არის, რა ქვია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახლა აფრიკაში, ხო, პირობითად. აფრიკაში მართლა 20 კვადრატული 20 კვადრატი გაჭირვებულად იმათ ააშენეს და არა, კალაძე მივარდა ტრაქტორებით, სპეციალურად ძალისჩვენები, დემონსტრაციულად და კადრებში ნახავს მაყურებელი აი ამ იმას რა ქვია, პარალელურად, როგორ ესე იგი ძალით მივიდნენ, დაანგრიეს და ადამიანების მიმართ როგორ დამოკიდებულება აქვს და ხო აფრიკაში ხო და ესო დაანგრია. მოდი ახლა ვნახოთ აი ამ წუთას გავა ეხა კადრი, სადაც კოლმეურნეობის მოედანზე ყვავილები რომ იყიდება. ხო, ეს პარკინგი როა მიწის ქვეშ, პირიმზის წინ. 3 სართული. როგორ ააშენა ბიძინა ივანიშვილმა, ნებართვის გარეშე ვერავინ ვერ დაინახა. თან მერიას ჰქონდა შემოსაზღვრული, როცა აშენდა. მერიას ჰქონდა შემოსაზღვრული, რეაბილიტაცია მიდიოდა. მოკლედ აქ მუნიციპალური ინსპექციაც ყველა ადასტურებს, რომ უკანონოა, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილის არის. კოლმეურნეობის მოედანზე შეიძლება 3 სართული აშენო და აფრიკაში თურმე ქოხი არ შეიძლება. ეს ერთი ირაკლი. და მე ყველა გავიაროთ და მე შევაფასოთ. მეორე, აგერ ახლა მე მინდა ვაჩვენოთ ვარკეთილში კორპუსი 8 სართულიანი კორპუსი, რომ აშენდა უნებართო. სოფიშვილის ქუჩის დასაწყისში. კი, 8 სართული როგორ შეიძლება, რომ 8 სართული ვერ დაინახო? პირველი სართული, მეორე, მესამე, მეოთხე, მე გახდა 8 სართული კორპუსი და ვერავინ ვერ დაინახა. მოდი ვაჩვენოთ ეს კორპუსიც. აგერ ეს 8 სართულიანი კორპუსიც, საერთოდ ადამიანების ქართულოსნების ერთ-ერთი მაღალჩინოსის ფარველობის ქლეს და ამაზე მილიონი სიუჟეტი ქონდა და ასე შემდეგ. კარგი, კორპუსი ვერ დაინახეს 8 სართულიანი. ჩვენგან აქიდან რომ გაივლე, ესე იგი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან არის სავაჭრო მოდუსი. რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ფაქტობრივად ახლოსვე რამდენიმე მეტრი. შეზღუდვის ზონა. უამრავი აკრძალვა, აგერ ვაჩვენოთ, რომ მოდუსიც, ანუ ის აფრიკის დასახლება აქიდან არის ზუსტად ალბათ 20 მეტრში რომ გადადიხარ ლიანდაგებს, ეგრეთ წოდებული, უკვე აფრიკა იწყება რა. წარმოიდგინე, ესე იგი, ის კორპუსი ვერ დაინახა, ამ ხელა სამშენებლო ის აშენდა და არაფერი, ხო, პრობლემა არ არის. მაგრამ აქ ბიძინა ვერ დაინახა, მაგრამ ნუ აფრიკაში დაინახა ძმაო ეს ხალხი და მივარდა ტრაქტორი და მოვიდეს, აბა თუ მაგარები ჯერ წავიდეს ვარკეთილში მივიდეს 8 სართულიან კორპუსთან. და ისეთ ამდეოს პირები არიან, ამასთან უფრო მოვლენ ტრაქტორით ისენი, ვიდრე ეს მივეხა იმათთან კორპუსთან ტრაქტორი. აბა მოდუსთან მოვიდეს, ან ბიძინასთან მივიდეს თუ მაგარი ბიჭია პირიმზესთან, აბა ტრაქტორით. ანუ ეს არის ამ ტიპის ასეთი მერის მორალისგან დაცლილი, არა, ანუ ადამიანობაზე ხო ვილაპარაკეთ, რომ ამას ადამიანური რამე რო კონდეს ცხადია იმის მერე შეენთქმის არის ამიშოლობა დამნაშავეა რა უკვე არ იქნებოდა ესეთი სახი აქვს საქმიანიც კორუფციულიც მოდი რა შენ შეფასება მინდა ამ ყველაფერზე უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით მილიონ ფაქტობრივად დისერტაციას დაიცავ იმდენია ხო ნუ ფაქტიურად ძალიან ბევრი ჩამოთვალე ეს ალბათ ყველაზე გახმაურებული იყო ნუ ბიზნეს ცენტრი მართლა ორბელიანის მოედანი რამდენჯერმე გახსნეს არ ვიცი ყველა არჩევნებისთვის მე მგონი თავი დახსნიდნენ და დაადასტურეთ კიდევაც რომ ეს იყო უკანონო მშენებლობა, უბრალოდ რა ხდება ამ დროს, ხო? ანუ თუ შენ ხარ პატრონი არ აკავს, მოდი ვთქვა, რაღაცა ოპოზიციურად განწყობილი ხარ, ამ პატრონი არ აკავს, მოვლენ, დაგინგრევენ, დაგაჯარიმებენ, მაგრამ თუ შენ ბიძინა ხარ, ბიძინასთან დაახლოებული პირი ხარ, მაფიოზური წრიდან ხარ, მოვლენ სიმბოლურად შეიძლება დაგაჯარიმონ, არ ვიცი 10, 15, 30000 ლარით და რამდენიმე მილიონი დოლარის ქონება სანაცვლოდ დაგიკანონო. აი ახლა მოდი ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, რამდენია მზად რომ სახელმწიფოსგან მიიღონ, არ ვიცი 10 მილიონი დოლარის ქონება და 30000 ლარი ჯარიმა გადაიხადონ. ხო? ანუ, მაგრამ ამას არ გაუკეთებენ. და არა მარტო კორპუსზე იყო საუბარი, არა მარტო ბიზნეს ცენტრზე, არა მარტო სავაჭრო ცენტრზე. აი გაიარეთ რა ხდება იგივე ლილოს ბაზრობის მიმდებარედ მთელი სასაწყობო მეურნეობები, არ ვიცი, აი 1000ობით კვადრატული მეტრი და ალბათ 10000ობით კვადრატული მეტრი აბსოლუტურ უმრავლესობა სასაწყობო მეურნეობები შენდება უკანონოდ. კერძო დასახლებებიც არის მათ შორის, რომლებიც შენდება უკანონოდ, მაგრამ იქ ფიქრობენ რომ მათი მხარდამჭერები ცხოვრობენ, აბსოლუტურად არ ჩამოვთვლი ახლა ამ ბუბნებს. ძალიან ბევრია და რამდენიმე ლოკაციაა თბილისში, მათ შორის ცენტრალურ პრესტიჟულ ბუბნებთან ძალიან ახლოს და მათაც არ ეხებიან, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც ავიცი მართლა შეიძლება ჩაწერილებიც კი არ იყვნენ თბილისში, საერთოდ ჩაწერილებიც არ იყვნენ არსა და საარჩევნოდ მათ არ ადგებათ
დემონსტრაციულად რომ ვითომ მუშაობს სახელმწიფო, მუშაობს მუნიციპალიტეტი, ვითომ რო არ დაუშვებს ურბანულ ქაოსს, ხო აი სასაცილოა მართლა ამ ადამიანს რომელს გენგეგმა ბიზნეს გეგმა და აქცია და ყველაფერი გახდა ეს გენგეგმის გარდა, რაც კი რამე ძირითადი მონაცემები იყო, ყველაფერი შეცვალა, ანუ ვითომ რეკრეაცია იყო, ვითომ მწვანე ქალაქი უნდა ყოფილიყო და მართლა აი ბეტონის ჯუნგლები მონაგონია, კარგი მაგალითია, რაც ხდება ეხა დიდ დიღომში, კატასტროფა, სრული ურბანული ქაოსი და სამწუხაროდ იგივე ხდება თბილისის ყველა რაიონში, მაგრამ იქ სადაც ფულს შოულობენ ამაზე თვალს უჭავს, იმიტომ რომ სამშენებლო ბიზნესი თავი და ბოლომდე არის ქართული ოსტების მაფიოზების ხელში, მათ შორის კალაძის ერთი მეჯვარე, მისი პერადი მეჯვარე, წყულაიები, რომლებიც ასევე პარლამენტარები გახდნენ, ხო, მისი ნათელი მიროვნები, ხო? მილიონობით ლარის ქონება ერთლარად აჩუქეს და მთელი თბილისის მშენებლობები მათ წაიღეს. მისი ცოლის მეჯვარი ასევე თეთრი კვადრატი, რომელსაც მთელი ნაფეთრები და საბურთალო და აითვისეს, არ ვიცი, მახსენდება ნაფეთრებზე, ადამიანს გადაეცა მიწა რომ აეშენებინა სპორტული კომპლექსი. შემოიტანეს მე სრულება და სპორტული კომპლექსის შექმნით კორპუსებს. ერთი მნიშვნელოვანი რამე თქვი და მოდი აქედან ანუ ფაქტობრივად ეს სატელევიზიო სივრცეშიც არ თქმულა ლილოსთან დაკავშირებით, სადაც კონკრეტული ესეთ უკანონო მშენებლობებია, აგერ ამ კორუმპირებულ კაცს მოუწოდოთ, რომ მნიშვნელოვანი ეგ უკანონოები და ასე ვთქვათ კორუფცია აღებმიცემობა შეაჩეროთ, თორე ჩვენ ყველა ინფორმაცია არსებობს და ძალიან ღიაა და მარტივი ადამიანებს შეუძლია მივიდნენ, გაიგონ ფული ვისთან უნდა მიიტანო, მე უნებართოდ რო ააშენებ, როგორ არ მოვლენ შენთან და შემდეგ. ეს ყველაფერი ცნობილია იმ ხალხისთვის, ვინც ამ მაფიაშია ჩართული, ასე ვთქვა და ამიტაც თუ დაინტერესდება, კარგი იქნება და მოდი ახლა გადავიდეთ უკვე შეჯამებისკენ, მანამდე ჩვენს მაყურებელს ვთხოვოთ, რომ გამოიწერეთ YouTube არხზე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გამოგვიწეროთ. გამოიწეროთ ჩვენი არხი, ზარის ღილაკი აუცილებლად გააქტიურეთ, გამოგვყვევით, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, თქვენი შენიშვნები, თქვენი პოზიციები, თემები, რომელსაც ისურვებდით, რომ განვიხილოთ, სტუმარი, რომელიც ასე ვთქვათ, თქვენთვის საინტერესო იქნება, საინტერესო იდეების მქონე ადამიანთან ერთად, აუცილებლად პოდკასტსაც ჩავწერთ, ანუ ჩვენი სტუდიის კარი ღია, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოიწერეთ აბრეშუმის არხი YouTube-ზე და ახლა მოდი გავაგრძელოთ ბოლო თემაზე მივედით, ფაქტობრივად რიჟვაძე რატომაც არის, რომ მაყურებელმაც აღიქვას. ირა, აი ამათი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები ბოლოს კლასიკური გამოვლინება იყო 8 თებერვალს ბათუმში ჩადის ეგრეთ წოდებული პრემიერი და რიჟვაძესთან აი ამ კაცთან ერთად ესე იგი ამბობს, რომ ოცნების ქალაქში რაღაცა მშენებლობები იწყება, რაღაცა ლენტები გააჭრეს, რაღაცა და სხვათა შორის რომ ჩავიდნენ და იქ რაღაცა დიდი შეხვედრა აქვს და ბრიფინგი აქვს და ასე შემდეგ. მოდი ვაჩვენოთ, ასე ვთქვათ, კონკრეტული ფაქტი, რომ მათი ბრიფინგის პარალელურად, ხო, იქ ღობე იყო შემოსაზღვრული უსაფრთხოებისთვის, აი ეს სკრინი ვაჩვენოთ. გადის ერთი კვირა, როცა დაანონსდა, რომ მშენებლობა იწყება აქ და მორჩა და აი უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და 4 და 6 წლის ბავშვი წარმოუდგენელი ტრაგედია. ხო, გარდაიცვალა და მათი რეაქცია რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, აქ მოსამზადებელი სამუშაოები იყო, უკაცრავად, მაგრამ პრემიერი, ეგრეთ წოდებული პრემიერი, მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცს არავინ არ აღიარებს, რომ ჩადის კონკრეტული მისამართზე, ამბობს, რომ აქ მშენებლობა დაიწყება, რომ ხალხისთვის საკეთილდღეოდ რაღაც გაკეთდება, ღობეც რო არის მაგათთვის უსაფრთხოების და შემდეგ რომ მიდის ამ უსაფრთხოების ღობიანა და შემდეგ ბავშვი ვარდება თხრილში, იქ სადაც სამშენებლო ტერიტორია, ეს ვისი ბრალია? მართლა წარმოგიდგენია ერთი წამი წარმოიდგინე? რომ რა ვიცი აი თუნდაც მაგალითად წინა ხელისუფლების დროს გავსი რამე მომხდარიყო, ხო? და არც ერთი თანამდებობის პირი, ხო, უყვართ ხოლმე გახსენება მათ შორის მახსოვს, რომ ესე იგი ქუთაისში რომ მოხდა, მემორიალი და ხო. იმ წამსვე თანამდებობის პირი, კაცო, იმ წამსვე მოიხსნა, იმ წამსვე არავის არც უფიქრია, რომ ჩვენი ბრალი არ არის, ის იქ არ უნდა გაევლო, ეს ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ჭყალებში ასკოლკა იქამდე არ უნდა მისვლა, ეს არავის არ უთქვია, კაცო. მაშინვე თანამდებობის პირი მოიხსნა. აქ ესე იგი 4 და 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა და მთელი კამპანია ააგეს, რომ პირი რამის ბავშვებს დააბრალეს, შობლებს დააბრალეს, ყველას დააბრალეს, ოღონდ თვითონ არა. აი ამ თემასთან დაკავშირებითაც მინდა შენი პოზიცია რო გითხრა. კი, ნუ ესეც აი უდიდესი ტრაგედია იყო, რომელსაც მთელი ქვეყანა შეძრა და ეს ტრაგედია სამწუხარო იგივე ბათუმში არც პირველი იყო და სამწუხაროდ ალბათ არც უკანასკნელი იქნება, რაც ყველას ჯვარი წერია, მაგრამ ნახეთ ჩვენ ასევე რემონტი რომ იდიოდა უკანონოდ, რომ ჩამოინგრა, მაშინაც
უდიდესი ტრაგედია იყო, ხო? ამ შემთხვევაში აქაც ზარზე იმით, სხვათაშორის ოცნების ქალაქში არაერთ გზის დაანონსეს. ყველა არჩევნების წინ მიდიან, არჩევნების მერეც და დიდი ზარზე იმით, ხან საძირკველს ასხავენ, ხან რაღაც ლენტებს ჭრიან, პიარისთვის იყენებენ მოკლედ ამასვაც. მაგრამ მოსახლეობის მდგომარეობა იქ არ უმჯობესდება პირიქით. დღიდან დღემდე ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და ერთ-ერთი მორიგი ესეთი ზარზე იმით, ეს პიარ კამპანიის და დადგმის შემდგომ, როდესაც მოხდა დიდი ტრაგედია, ისე დაიბანეს ხელები, თითქოს არაფერ შუაში არ იყვნენ. თუ იქ მართლა რაიმე ხორციელდებოდა, ფაქტია რომ გვაქვს მეტი ვიღა უნდა თქვას, ხო? ნუ თავის თავს ხო ეძახიან პრემიერს, ministrებს, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელებს, ხო? ნუ დე ფაქტო არიან თუ რაც არიან, თავის თავს ეძახიან ყოველ შემთხვევაში და ფიქრობენ რომ მათ პასუხისმგებლობა აქვს დაღებული ამ ქვეყანაზე, ხო? მათ შორის აი ამ ბავშვებზე, მათ თანატოლებზე, იქ მაცხოვრებელ ადამიანებზე. როდესაც დაანონსდა ესეთი პროექტი, რა თქმა უნდა იქ უნდა ყოფილიყო დაცული უსაფრთხოების ზომები, რა თქმა უნდა იქ უნდა გაკეთებულიყო ყველაფერი, რომ ამ სამშენებლო ტერიტორიაზე არც ბავშვები, არც უცხოპირები არ უნდა მოხდარიყვნენ და როდესაც მოხდა ეს უდიდესი ტრაგედია, მათ ჰქონდათ მორალური, პოლიტიკური, სამართლებრივი ვალდებულება, მოდი ვთქვათ, რომ მათ დაეტოვებინათ თანამდებობები, აეღოთ პასუხისმგებლობა და ამით კიდევ ერთხელ ვიძახი, აჩვენონ დანარჩენ მათ შემდგომ არ ვიცი თანამდებობის პირებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ გააჩნიათ პასუხისმგებლობა, რომ მსგავსი რამ არასდროს არავინ არ უნდა ჩაიდინოს. მაგრამ ამ შემთხვევაში მათთვის იგივე ბიძინა ივანიშვილის პირიქით, რაც უფრო მეტად უპასუხისმგებლო, რაც უფრო მეტად გაშავებული, რაც უფრო მეტად კომპრომეტირებული თანამდებობის პირები ეყოლება, მათ შორის რომელსაც მიუძღვით აი ესეთ დანაშაულებში ბრალი, მათი მართვა ბიძინასთვის მეტად ადვილია, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერ თანამდებობის პირს, მათ შორის აი ამ საქმეებზეც აღუძრან საქმეები. ამიტომ არავინ არ იჯება და ყოველი მსგავსი ტრაგედიის შემდგომ ვიღებთ უარეს ტრაგედიას, იმიტომ რომ აი როგორც თითქოს კორუფცია მოსულა, იქ რაღაცა ქართულ ჯიგრულ პოლში ხთამით შეიძლება, იქ რაღაცაზე თვალი დავხვიჭოთ, იქ მერე რა მოხდა კაცო, დედა ის არ არის, ეს არ არის. ვიღებთ აი ამ მსგავსი ტიპის ტრაგედიებს, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ამ ქვეყანაში არაერთხელ დამთავრდა ბავშვების დაღუპვით. თუ ცოტა პრემიერობ მაინც რა ეს IQ კაც ბოლო-ბოლო ცოტა პატარა რო აი წაეკაცა რა და ეს მაინც რომ მოიხსნა. პირობითად რიჟვაზე ან მოიხსნა, ან გადაეყენებინა, ან გუნც ეთქვა რომ რაღაცა იცი რა პასუხისმგებლობა. რაღაცაზე ვიღაცა ერთ რამეზე ხო შეიძლება პასუხისმგებლობა აიღონ. და ბოლოში ვარ ან არ შეიძლება აჭარაზე რა ფასად დაუჯდათ ამის იქ თავმჯდომარეობა და ის რომ უმრავლესობა ყავდეთ ბათუმში და აჭარაში, იმიტომ ვერ ელევიან ამას. რის ფასად ყავთ იქ დასმული აჭარაში უმრავლესობაში ეს ხალხი? არ შეიძლება აჭარას რიჟვაძე შევეხოთ და იქვე არ ვახსენოთ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, ნუგზარ ფუტკალაძის ყლელობა, იმიტომ რომ უკაცრავად რომელშიც ფიგურირებდა პირდაპირ. აი მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, ჯერ ერთი, ესე იგი 2021 წელს ბათუმში რუსულმა პარტიამ წააგო არჩევნები. შემდეგ უკვე, ესე იგი 19 ოქტომბერს ობახიძე ამბობს წაგებული არჩევნების შემდეგ, რომ მე გპირდებით, რომ ჩვენ უმრავლესობა გვეყოლება ბათუმის საკრებულოში. წაგებული აქ არჩევნები. ანუ არ აყავს უმრავლესობა. მაგრამ ჩვენ გვეყოლება უმრავლესობა და ამის შემდეგ, ესე იგი 18 ნოემბერს ერთი თვის თავზე ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ამასობაში, ესე იგი ყველა მტკიცებულება არსებობს, მათ შორის ჩანაწერები, სადაც ამ ადამიანთან რიჟვაძის მამის დავალებით კონკრეტული პირები მიდიოდნენ, თავაზობდნენ $100,000, თუ როცა ნახეს რომ კი ასე ფულის გამო არ იყიდებოდა ნუგზარ ფუტკარაძე, ხო, მე გადავიდნენ მუქარაზე, შანტაჟზე. ერთი თვის განმავლობაში, ესე იგი, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან წააგეს არჩევნები, უმრავლესობა არ აყავთ, ჩადის, აი ეს განცხადებაც ვნახოთ რა. ამ განცხადებს, აი პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ მეკპირდებითო, რომ უმრავლესობა გვეყოლებაო. და აქიდან ერთ თვეში ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. და შაქრის გამო ეს არის ხო, მე ექსპერტის იმაში წერია, რომ შაქრის გამო, ესე იგი, ადამიანი მიიყვანეს სიკვდილამდე ხა. იაკერზაიასთვისაც თავის დროზე იარაღი არ უსვრიათ, ხო? მაგრამ მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე ნერვიულობით, რომ ამ ადამიანი გარდა ყველას ერთი ნერვები არ აქვს, ყველას ერთი ჯანმრთელობა არ აქვს. და ეს კაცი, აი, გავიდა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ, 22 ნოემბერი, 23 ნოემბერი, 24 ნოემბერი. ესე იგი 3 წელია გასული 2025 წელია კალენდარზე. ერთი კაცი მიუხედავად ჩანაწერებისა, მიუხედავად მტკიცებულებებისა, ერთი კაცი არ არის დასჯილი. არც შანტაჟის, არც მოსყიდვის, არც არაფრის გამო.
და შესაბამისად ეს კაცი რიჟვაძეც, მისი მამას და მისი ოჯახიც აი ამ კრიმინალური დაჯგუფების, არ ვიცი თუ მოახერხე, აი ეს არის მთავარი კრიმინალი, აი ამ ქვეყანაში და მთავარი მაფიოზი. აი ამ კაცისთვის რა არის მთავარი? თუ არ ახარ კრიმინალი, თუ არ ახარ ქურდი, თუ არ ახარ წუწკი, თუ არ ახარ თაღლითი, თუ არ ახარ ყოლელობაზე ხელმომწერი, თუ არ ახარ, არ ვიცი, მე მაგათ უყვართ ხოლმე რა, არ ვიცი, პროპაგანდა აქვს, რომ რაღაცა კამპანიები რო ტრადიციები თუ აი ზუსტად თუ გაუყუღმართებული ტრადიციული ღირებულებების შეხედულება არ გაქვს და შენზე რაიმე კომპრომატები არა მართლა გეუბნები ხო მაშინ რა შეჭirdები ამის გარშემო არიან კრიმინალები, მკვლელები, რაღაცა ასე თქვათ და შანტაჟის ქვეშ რო არიან რაღაცა მართლა გაუყუღმართებული ზნეჩვეულებები რო აქვს რომელსაც მე პროპაგანდით აქით უნდათ რომ ყველაფერი დაგაბრალოს ოჯახის წმინდაზე გელაპარაკებიან ოჯახის წმინდაზე აქით გელაპარაკებიან ხო აქაც არის ამ დაფაზეს ერთი ეგეთი კაცი რომელიც მუდმივად ოჯახის წმინდაზე ლაპარაკობს და მართლა ეგ არის ყველას დიდი დაცინვა ქართული საზოგადოების ხო რა გინდა ჩვენ არ განვიხილავთ ხო განვიხილავთ ამის კორუფციულ საქმიანობას განვიხილავთ მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს მაგრამ ამ კაცისთვის ეგ არის მნიშვნელოვანი რომ თუ კომპრომატი არა აქვს შენზე მაშინ თანამდებობაზე ვერ იქნები დღევანდელი დღეს რო ესე იგი შევაჯამოთ აი ამ ოლიგარქის გარშემო არიან ესე ვთქვათ პატარა მოკრიმინალო ბიჭები ცოტა მორუსოები ცოტა ესე კგბ-ს აგენტურულ ასე ვთქვათ ოჯახში აღზრდილი რომელსაც თავისი ისტორია აქვს ხო მის ოჯახს და მამამის ესე იგი უკავშირდება ძალიან ბევრი რამე რუსეთთან და კგბ-სთან და მათთან თანამშრომლობა და ასე შემდეგ ეგ კიდე ცალკე საგამოძიებო გადაცემის ის არის მაგრამ ნუ აი ესეთი ხალხია თანამდებობაზე რომელსაც ესე ვთქვათ ხალხი ნაკლებად დაინტერესებს მოდი მე მინდა რომ შენ შეაფასო ბოლოს ნუგზარ ფუტკარაძის გარშემო და ეს ხო რა შეეხება ნუგზარ ფუტკარაძის ამ მართლა დიდ ტრაგედიას და სამწუხაროდ იაკერზაიაც ახსენე შენ ესეთი სამწუხარო ფაქტები ბევრია მუხარის დაშინების ცემის ალადობის მოსყიდვის მცდელობის მოთ რამდენიმე მათგანი ტრაგედიით დამთავრდა შემსრულებლები გასაგებია ვინც იყვნენ ხო მაგრამ როდესაც სახელმწიფო არ იწყებს გამოძიებას, არც ერთ ადამიანს არ იბარებს გამოკითხვაზე, მართლა ამ ჩამოთვალე ამდენი წელია გასული და არავინ არც კი გამოკითხულა, არათუ არ დასჯილა, ცხადი ხდება, ვინ არის ამ ყველაფრის დამკვეთი? ამ ყველაფრის დამკვეთი არის სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ყველას გვაქვს შანსი, იმიტომ რომ ისმის თავისუფალი სიტყვა, მათ შორის აი ახლა ისმის ამ შენი გადაცემიდან თავისუფალი კრიტიკული აზრი და უმნიშვნელოვანესია ყველა გავერთიანდეთ, ვიბრძოლოთ და არ იქნება ტელევიზია, იქნება სოციმედია, იქნება, არ ვიცი, YouTube, იქნება Facebook, იქნება Telegram, იქნება, არ ვიცი, ქუჩაში სხვანაირი ტიპის აქტივობები, რომ ამ ქვეყანაში არასოდეს აი რუსმა ოლიგარქმა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ქვეყანაში ჩანერგილმა ადამიანმა არ შექმნოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაქრობა. დიდი მადლობა ირაკლის სტუმრობისთვის. მე ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ აბრეშუმის გზა YouTube-ზე გამოგვიწერეთ, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ ყველა სიახლე მოგივიდეთ, დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ თქვენი პოზიცია, თქვენი შენიშვნები, თქვენი რეკომენდაციები. მადლობა გამოწერისთვის, ვინც დაკარგავთ 15-20 წამს. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა. მადლობა.